მოგესალმებით. ერთი წელი არ არის გასული მას შემდეგ, რაც ამავე სტუდიაში მოწვეული იყვნენ იმ კომისიის წევრები, გააკეთეს ბრიფინგი იმ კომისიის წევრებმა, რომელიც კულტურის სამინისტრომ მოიწვია და რომელმაც გააფართოვა საკტრისი ყაჩაღიანის ძეგლის სტატუსი. კომისიის წევრები ამავე სტუდიიდან ირწმუნებოდნენ, რომ ეს არ არის უძველესი ოქროს საბადო და უფრო მეტიც საკუთარი კოლეგები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ძეგლზე, დაადანაშაულეს მეცნიერულ თაღლითობაში. ამის შემდეგ საზოგადოების აქტიური ჩართულობით, სოციალური სამოქალაქო სექტორის აქტიური მოთხოვნით, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ მოიწვია ორი ექსპერტი, რომელმაც უნდა მოგვაწოდოს საბოლოო დასკვნა საკტრისი ყაჩაღიანის რაობის შესახებ. თუმცა საბოლოო დასკვნამდე ჩვენ უკვე გვაქვს შუალედური დასკვნა. ამ შუალედურ დასკვნაში, რომელიც ეკუთვნის ბატონ ჟელევის, ეს არის ბულგარელი გეოლოგი და გერმანელ პროფესორ ალბრეხტ იუკენჰოვენს ვკითხულობთ შემდეგ ესე იგი ტექსტს. დასკვნა ნათელია. აქ ნამდვილად ეწეოდნენ სამთო საქმიანობას. რას მოიპოვებდნენ აქ ჩვენი წინაპრები? ხაზს უსვამ იმას, რომ ბულგარელი ექსპერტი გულისხმობს ჩვენ წინაპრებს და საერთაშორისო მნიშვნელობას აძლევს ძეგლს. ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ორი მოსაზრება: ოქროს ან სპილენძს. ორივე ნედლეული არსებობს ძარღვების მადანში, მაგრამ ზედაპირის დაჟანგულ ნაწილზე ოქროს მინერალიზაცია ჭარბობს. ეს არის დასკვნა იმისა, რომ ეს საბადო არის ოქროს საბადო. ეხლა რამდენად ძველია ეს ოქროს საბადო? ამის შესახებ გერმანელი ექსპერტი განაცხადებს. საკტრისი ყაჩაღიანის შეფარდებითი და აბსოლუტური თარიღი ემთხვევა დაახლოებით 3000 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე. მადნის მოპოვების პირველი ფაზის მტკვარ-არაქსის ნარჩენები წარმოადგენს განსხვავებულ სტრუქტურებს ზედაპირზე. მაღაროს გათხრილი ხვრელები, ღრმა ტრანშეები და მიწისქვეშა სამუშაო ადგილებზე გალერეები. თავის მთელს მსოფლიოში გავრცელებული მადნის მოპოვების ტიპიური ინფრასტრუქტურით. ბევრ ამოვსებულ ნანგრევებში ჩაყოლილია კულტურული ფენები, მტკვარ-არაქსის კულტურის დიდი რაოდენობის თიხის ჭურჭლით. ამოვსებული ნახშირი შედგებოდა მცირე ზომის ოქროვანი ქვიშისაგან, დიდი ოდენობის ნახშირისაგან და ექსკლუზიურად მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი ისეთი არტეფაქტებისაგან, როგორებიც არის კერამიკის ნაკეთობები, ქვის ჩაქუჩები და ქვის ჩაქუჩების ნაკლებები. აგრეთვე ძვლის იარაღები, ვულკანური ქანის ნაკლებები და სხვა იარაღები. დამამტებითი მონაცემების მოპოვება შესაძლებელი იქნება გადარჩენითი სამუშაოების და მადნის მოპოვების მონიტორინგის მსვლელობისას. ასევე გერმანელი არქეოლოგი უკვე ადასტურებს იმას, რომ ძეგლი არის დაახლოებით 3000 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ანუ იმ ექსპერტების მოსაზრება, რომლებმაც ერთი წლის წინ გააკეთეს დასკვნა, რომ საკტრისი ყაჩაღიანის საბადო არ არის უძველესი ოქროს საბადო, ბათილდება უკვე მოწვეული საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, რომ ეს არის ევროპაში უძველესი და მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ოქროს საბადო. ამ შემთხვევაში რა სახის მეცნიერულ თაღლითობასთან გვაქვს საქმე, ალბათ ეს გასარკვევია. ამ შემთხვევაში უკვე გარკვეულია, რომ საკმაოდ ცუდი როლი შეასრულა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, რომელმაც ერთმანეთს დააპირისპირა მეცნიერები და ასევე მოხდა ძეგლის დაზიანება მას შემდეგ, რაც ეს დასკვნა დაიდო კომისიის მიერ და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ქვეყნას როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების საკითხი.
მოკლედ მე გახლავართ გიორგი მიქანაძე, საყდრის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრი და გეტყვით ესეთ რაღაცას, როგორც მოისმინეთ, ცალსახად აღიარებენ სააგენტოს მიერ მოწვეული ექსპერტები, რომ ჩვენ გვაქვს უძველეს კულტურულ მემკვიდრეობასთან საქმე, არა მხოლოდ ქართულ, არამედ სოფლიო დონის კულტურულ მემკვიდრეობასთან. მე ხა დეტალებში არ წავალ, მხოლოდ ვიტყვი იმას, რომ მას შემდეგ რაც აღიარეს, სამი რაღაცა გვირჩიეს. ქართველებს ურჩიეს სამი რაღაცა. ერთი, შეინარჩუნეთ, ეს არის სერიოზული მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი. მეორე, თუ გიღირთ ბატონო, დაანგრიეთ და რამდენად უღირს ქართველებს და მსოფლიოს რო საყდრისი დაინგრეს, ეს ალბათ დასათვლელია და მესამე, დასხედით და გამონახეთ კონსენსუსი. აი ეს სამი ალტერნატიული ვარიანტი შემოგთავაზეს. ანუ ცალსახად აღიარება რო ძეგლია და ამის მერე სამი ალტერნატიული ვარიანტი. ეხლა მე მინდა ყურადღება გავამახვილო მხოლოდ იმაზე, რომ ჩამოვთვალო და საზოგადოება მიცოდეს იმ მეცნიერების გვარსახელები, რომელთაც ფაქტიურად გაწირეს ძეგლი. როგორი რაღაცა, იცი რაღაცა დიპლომატიას ხმარობენ, კარგად ახსენა ლალიმ, რა მეცნიერული თაღლითობა სუფთად სიტყვების თამაში, რომ რაღაცა გზის ახვევა მოხდეს, თან მეცნიერული კვალიფიკაცია შეინარჩუნონ, რომ საყდრისი არ თქვა, რომ ძეგლი არ არის და თან ისეთი რაღაც გააკეთონ, რომ ამას არ შეეწინააღმდეგონ. ანუ ფაქტია, რომ მათი დასკვნის საფუძველზე 9 ადამიანია მოხდა ის, რომ საყდრის მოეხსნა ძეგლის სტატუსი. ესენი არიან სანდრო თვალჭრელიძე, ომარ ქუცნაშვილი, დავით ლომიტაშვილი, თემურ ჩხეიძე, ვახტანგ ლიჩელი, ლალი ახალაია, გურამ გრიგოლია, გურამ ყიფიანი, გურამ მირცხულავა. ძალიან დელიკატურად ესე დიპლომატიურად რომ ვთქვათ, ჩვენ ვიწევთ მათ დებატებში, ახლა რა არგუმენტები აქვთ, აი ამის მერე, როდესაც მთელი მსოფლიო აღიარებს უკვე საყდრის, ქართველებიც აღიარებენ საყდრის და 10ჯერ და 20ჯერ უფრო მეტი რაოდენობით ვიდრე ისინი არიან, საინტერესოა, ახლა რა არგუმენტები გააჩნია. დიახ, აღიარებენ, რომ იქ არის სწორედ ოქრო. აი ამას აღიარებენ საერთაშორისო ექსპერტები. მათ სადაოდ სწორედ ვის რა ქონდა დეტალი სადაო ვის რა ქონდა. ყველაფერი, ყველა კუთხით საყდრისი არის აღიარებული. უბრალოდ ვიცხოვთ, რომ აი ამ 9 ადამიანის, ვინც გაწირა საყდრისი გვარსახელი, ყველა მიცოდეს და გამოვიდნენ ახლა და ტელეფონებში კომენტარებს მოეშვან და რაღაცა გამოსროლილ ფრაზებს და ღიად განაცხადონ, რა არგუმენტები აქვთ ახლა ჩვენი ქვეყნის წინაპრების წინაშე, მომავალი თაობის წინაშე და დღეს ვინც ამ საკითხზე აქტიურობს და მთელი საზოგადოება რო ფეხზე დგას, აი ამათ წინაშე რა პასუხები აქვთ. აი ეს გამოვიდნენ და არგუმენტებს კიდე თუ დამატებით რაღაცა დაჭირდება, ჩვენ აუცილებლად შევთავაზებთ. დანარჩენი კითხვებზე გისმენთ. შვალედურ დასკვნაში როგორი მითითება, იცი, ამ ხალხს რახან სააგენტომ ჩამოიყვანა, ალბათ მათაც აქვთ გარკვეული დიპლომატია და თქვენს ესეთი რაღაცა, რომ ჩვენ გეუბნებით, რომ არის ძეგლი, ხო? და დანარჩენი გინდა დაანგრიე, გინდა ფული ამოიღე და დაანგრიე, გინდა შეინარჩუნე როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობა, გინდა რაღაცა დაჯექი სხვა გამო, რაც გინდათ ის გიქნიათ, ესე გვეუბნება, მაგრამ ძეგლიაო იძახის, ხვდებით? და მე არის რაღაცა რეკომენდაციების სახით, არის აქ სხვადასხვა ვარიანტები არსებობს იმ ძეგლზე მუშაობის, უბრალოდ კომპანიას უღირს თუ არ უღირს, მე ასე მუშაობა ამაზეა საუბარი, ხვდები სხვადასხვა მეთოდებით, რომ ძეგლი არ დაზიანდეს, მაგრამ ცალსახად აღიარებენ, რომ ეს არის ძეგლი და რომ არის მსოფლიო დონის კულტურული მემკვიდრეობა. აი ამას აღიარებენ. აღიარებენ, რომ ეს არის მათი კულტურული მემკვიდრეობაც და არა მარტო საქართველოს. როგორც შეიძლება ბულგარელმა და გერმანელმა ექსპერტმა, რომელთაც თავიანთი სამშობლო თქვან ჩვენი წინაპრები, ხო? აპირდაპირ არის მას საუბარი, რომ მათი კულტურულ მემკვიდრეობასთან მოხსნა და უძველესი. ძალიან სწორი აქცენტია და გარდა ამისა, ხო? აი აქ რაღაცა დასკვნებს რო არ ვენ. ჩვენ ქართულ საზოგადოებას, ახლა საქართველოს ახლა ამ ეტაპზე ამ ძეგლს, ხო? და მომავალშიც ექნება და საყდრისი გადარჩება, ხო? უბრალოდ ჩვენთვის მთავარი რა იყო, რომ მათგან მოგვესმინა ეს აღიარება. ჩვენ ისედაც კარგად ვიცოდით. მათგან ეს აღიარება მოვისმინეთ, მაგრამ დანარჩენი საკითხები თუ კიდე აგრძელებენ საუბარს თუ რა უნდა მოხდეს, უფრო წარმომადგენლობითი უნდა იყოს კომისია და უფრო სანდო და არა მხოლოდ 2 ადამიანი უნდა მონაწილეობდეს, როდესაც მსოფლიო დონის კულტურული მემკვიდრეობაზე გვაქვს საუბარი. ხვდები? თუ კიდე რაღაცას აგრძელებთ, ცალსახად არის ძეგლი, ხვდები? აი ეს მინდა რომ თქვენ ჟურნალისტებმა იცოდეთ, რომ ცალსახად არის ძეგლი, თუმცა შეიძლება დავანგრიოთ. მე გეკითხები თქვენ და თითოეულ ქართველს ვეკითხები. შეაფასონ რად უღირთ ვარძია და გაყიდონ, გადაიტანონ. შეაფასონ რად უღირთ უფლისციხე, გაყიდონ და გადაიტანონ. რად უღირთ ნაქალაქარები, ციხეები, რად ღირს, შეაფასონ და გაყიდონ. აი ეს ხდება, მეტი არაფერი.
მადნის მოპოვებას არ გურჩევს ვია კარიერული მეთოდი და გურჩევს სამთო მეთოდით, რომელსაც არავინ არ უცვალებდა კომპანიას. ანუ კარგი თუ გინდათ, უნდა გადაარჩინოთ. ჩვენ ახლა კომპანიის ინტერესები ნაკლებად გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს საზოგადოებრივი ინტერესები და ბალანსი ახლა კომპანიის და საზოგადოების ინტერესებს შორის დაისვა სახელმწიფომ. ჩვენ გვაინტერესებს კულტურული მემკვიდრეობა, არაფერი სადავს არ გვაქვს იმ კომპანიას. ჩვენ თხოვს ჩვენ ვითხოვთ ჩვენსას. ეს ძეგლი არის ქართველების არის, სოფლიოსია და შეგვინახეთ და დაანებეთ თავი ამ ძეგლს. Albrecht Iekenhoven. Iekenhoven. გისმენთ თუ რამე კითხვა გაქვთ ნებისმიერ? ეს არის ბულგარელი. კიდე ერთი თუ ტექსტუალურ არ ვიცი ხა რომელი სააგენტოებია თუ ტექსტუალურ ნაწილში იტყვით უკვე აღიარებულია საყდრისი სამეცნიერო შრომებში არქივებში აი მაღაროების ბალტიისპირეთის მაღაროებისა და მინერალების საარქივო მოკლედ მასალებში შენახულია რომ საყდრისი არის ევროპაში და მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღარო. მსოფლიოში ერთ-ერთი ხო? და ევროპაში უძველესი და ევროპაში სიძველით შემდეგი მოდის ჩვენი არის 3000 წელი ქრისტეს შობამდე და 1500-ით მოდის შემდეგი სიძველი ხვდებით? ანუ ხო იცით კლებით მოდის წინა პერიოდი ხო 1500 მოდის იმაში ბულგარეთში არის ადატები წარმოგიდგენთ ორჯერ ძველია ჩვენ და დანარჩენი ახალი წელთაღრიცხვით 800-ის მე-8 საუკუნე მე-7 საუკუნე და ესეთი რაღაცეები და ჩვენი არის 3000 წელი და არტეფაქტები ყველაფერი იქ არის არანაირი არგუმენტები და არაფერი სადაო ამაში აღარ არის უბრალოდ საინტერესო რიტორიკულ კითხვას ვამთ ერთი რა სიტყვენ ის მეცნიერები ვინც დაანგრია ეს აღწერა ძალიან სამწუხარო კიდე როცა ქართველებს ვიწევს მოვიწვიოთ უცხოელები რომ გადავარჩინოთ ჩვენს ტერიტორიაზე ძეგლი არის ესეც სამარცხვინო ფაქტია ჩვენ ვერ მოგვილია და მაინდამაინც უცხოეთიდან ჩამოსულმა ექსპერტებმა უნდა დაადგინონ ეს ძეგლია თუ არა არანაკლებ კვალიფიციური ადამიანები მუშაობდნენ იქ ბატონი ირინა ღამბაშიძე და მომლავი არქეოლოგი 9 წლის მანძილზე კვლევაძიებას ატარებდა ჩამოვიდნენ ბატონო ამ ეს ექსპერტები და დაწერეს რომ არის ძეგლი. ეხლა ჩვენი თითოეულ ჩვენთაგანის გადასაწყვეტია როგორი სახით შევინარჩუნებთ საყდრს. მათ ვითხრეს რომ არის ძეგლი და თუ გინდა დაანგრიეთ, თუ გინდა გადაარჩინოთ, რაც გინდათ ისკენთ. ეხლა მეტი რა უნდა გითხრას ხო უცხოელმა ექსპერტმა. ფოტოშორის თავისი ეტიკეტია ხო ჩამოვიდა დიპლომატიური ის არის ელემენტარულად რომ არ დაგიწეროს ეხლა პირდაპირ იქ რაღაცა მიგანიშნოს პირდაპირ არის მინიშნებ ხა ადამიანის ახლა ჩვენი წინაპრები და ხა მეტი რაღა უნდა დაწეროთ ხო და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეწყობა სიმპოზიუმები და საყდრისის თემა არის მთელ მსოფლიოში ძალიან აქტუალური მეცნიერთა კორპუსში საფრანგეთში მოეწყო გერმანიაში უკვე არაერთი მოეწყო არა მხოლოდ იმ ექსპედიციის ფარგლებში და თვითონ ექსპედიცია როგორც იცით არის გერმანულ ფრანგულ ბრიტანულ აზერბაიჯანული და ქართული ანუ მარტო გერმანულ ქართული არ არის აქ რატო რაღაც არასწორად იძახიან და უკვე სამი სამეცნიერო ნაშრომი არის დაწერილი საყდრისთან დაკავშირებით. ანუ ეს სახუმარო თემა არ არის. აქ არის სერიოზულ რაღაც რომ მივიდნენ და ბულდოზერები მიაყენონ სვეტიცხოველს რაღაცა იგივე თემაა თითქმის. აქ კი რელიგიური მომენტია, მაგრამ სიძველის თვალსაზრისით თუ ჩავთვლით, ნებისმიერი ძეგლი რო აიღო, იმაზე ნაკლებ ღირებული არ არის, ვერ დამისახელებთ რომელია, ოდნავ მასეთი ღირებული რაც არის საყდრისი, ვერ დაასახელებთ. ხო? არა, კითხვა თუ არის. მადლობა. რა ვიჩხუბე?